მღვდელმთავრის სამოსი განსხვავდება მღვდლისა და დიაკონის სამოსისაგან. ეპისკოპოსი მღვდლის ყველა შესამოსლით იმოსება, კვართით, სარტყელით, სამკლაურებით, ოლვარით, გარდა ფილონისა, რომლის ნაცვლად იცვამს ბისონს, იმავე საკოსს. იგი იმ სამოს განასახიერებს, რომლითაც შემოსილი იყო მაცხოვარი პილატესთან სამსჯავროზე წარდგომისას. იოანე ღვთისმეტყველის სახარებაში ვკითხულობთ და დაწნეს ჯარისკაცებმა გვირგვინი ეკლესიაგან და დაადგეს მას თავზე და ძოწეულის სამოსით შემოსეს იგი. ეკლესიის გვირგვინის განსახიერება მღვდელმთავრის მიტრაა, ძოწეულის სამოსისა კი ბისონი. ძვირფასი ქსოვილისგან შეკერილი ბისონი გვერდებში ჩაუკერელია, მისი კიდეები ერთმანეთთან ღილების ნაცვლად ზანზალაკებით არის დაკავშირებული. ძველი აღთქმის მღვდელმთავრების სამოსზე მიმაგრებულ ზანზალაკების მსგავსად, ეპისკოპოსის საკოსის ზანზალაკებიც ღვთის კეთილი ნების მაუწყებელია. ბისონი კვართთან შედარებით მოკლეა და სახელოებიც მოკლე აქვს, ამიტომ მის ქვემოთ კარგად ჩანს კვართიცა და ოვარიც. ბისონი განასახიერებს ღვთისმადლმოსილებას, რომელიც ზეგარ დამოგადგმოდის მღვდელმთავარზე. საბედნიეროდ საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ნაქარგობის განყოფილებაში დაცულია საღვთისმსახურო შესამოსლის უძველფასესი კოლექცია, სადაც რამდენიმე საკოსია წარმოდგენილი. განსაკუთრებული ღირებულებით გამოირჩევა მე-18 საუკუნის ეგრეთ წოდებული მწვანე საკოსი, რომელზეც საუფლო დღესასწაულთა ციკლია ამოქარგული. ბისონით შემოსვის შემდეგ ეპისკოპოსი მარჯვენა გვერდზე იკეთებს რომბისებრი ფორმის ენქერს, ანუ სულიერ მახვილს. მღვდელმთავარი ბისონის ზემოდან ატარებს ომოფორს, რომელიც ორი სახისაა, დიდი და მცირე. დიდი ომოფორი ქსოვილის დიდი და ფართო ზოლია, რომელიც ჯვრებითაა გამშვენებული. იგი მხრებზე ისე უმაგრდება მღვდელმთავარს, რომ ყელზე ეხვევა. მისი ერთი ბოლო წინა მხარესაა ჩამოშვებული, მეორე კი უკან. მცირე ომოფორი იმავე ქსოვილითაა შეკერილი, რომლითაც ეპისკოპოსის სამოსი. ესეც ფართო ზოლია, ოღონდ მისი ორივე ბოლო წინ მკერდზე ეშვება და ერთმანეთს ღილებით უკავშირდება. ომოფორი განასახიერებს ღვთის განკაცებას. მაცხოვარმა იტვირთა კაცობრიობის გამოხსნა და აღიყვანა იგი ცათა სასუფეველში და როგორც კეთილმა მწყემსმა საკუთარი მხრებით მიიყვანა დაკარგული ცხვარი სახლში, ამის მსგავსად ომოფორი ეპისკოპოსს შეახსენებს თუ რა პასუხისმგებლობა და ტვირთი აკისრია მას თავისი სამწყსოს წინაშე. თუ რამდენ დროს უთმობდნენ ქართველი დედოფლები მღვდელმთავართა სამოსზე ზრუნვას, ეს ომოფორებიც მოწმობს. მათგან ერთი მარიამ დედოფლის სეულია, მეორე კი როდამის სეული. მღვდელმთავრები და მონასტრის წინამძღვრები ღვთისმსახურების გარკვეულ მომენტში იმოსებიან განსხვავებული ფერის მანტიით, რომელსაც სამსახურო მანტია ეწოდება. ეს გახლავთ ფერადი ქსოვილისგან შეკერილი, რომელიც თავსა და ბოლოშია შეკრული. სამსახურო მანტიას წინა მხარეს, მარცხნივ და მარჯვნივ, ასევე ზემოთ და ქვემოთ, მიკერებული აქვს მართკუთხა ქსოვილები, სერაბიმების ან ჯვრების გამოსახულებით. ეს სიმბოლურად რჯულის ფიცრებს განასახიერებს, რაც იმის ხსოვნას წარმოადგენს, რომ მღვდელმთავარი საღვთო მცნებებით უნდა მართავდეს ეკლესიას. ამასთანავე მანტიას სამრიგად მიკერებული აქვს თეთრ წითელი ლენტები. ისინი განასახიერებენ წმინდა წერილიდან მომდინარე სწავლებას, როგორც ჭეშმარიტების წყაროს, რომლის ქადაგება მღვდელმთავრის მოვალეობას შეადგენს. ამიტომაც ეძახიან ამ ფერად ლენტებს წყაროებს. მღვდელმთავარი ჯვართან ერთად ატარებს პანაღიას, იმავე საწიაღეს. ეკლესიის მწყემსთავარს ორი საწიაღი უნდა ჰქონდეს. ეს გახლავთ ძვირფასი ან ნახევრად ძვირფასი ქვებით შემკობილი პატარა ხატი მაცხოვრის, დედა ღვთისას, ჯვარცმის, აღდგომის, ყოვლადწმინდა სამების ან რომელიმე წმინდანის გამოსახულებით. პანაღია შეიძლება იყოს მრგვალი, ოვალური ან რომბისებური მოყვანილობის. უძვირფასესი საწიაღე შემოგვინახა ჭყონდიდის ეპარქიის საგანძურმა, რომელიც ქრისტიანული ხელოვნების ისტორიაში მარტვილის ენკოლპიონის, ანუ სამკერდულის სახელითაა ცნობილი.
ღვთისმსახურების დროს ეპისკოპოსი ვნებული მაცხოვრის ეკლესიის გვირგვინის ხსოვნის ნიშნად ატარებს თავსაბურავს, მიტრას, რომელიც შემკობილია ფერადი ქვებითა და პატარა ხატებით. მიტრას ატარებს ასევე მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი, გამონაკლისის შემთხვევაში დეკანოზიც, რომელსაც ეკლესიის წინაშე ხანგრძლივი და ერთგული მსახურებისთვის აჯილდოვებს მღვდელმთავარი. საქართველოს ეკლესიაში მთავარეპისკოპოსის, მიტროპოლიტისა და პატრიარქის მიტრა ეპისკოპოსისა და მღვდლის მიტრისგან თავზე დადგმული ჯვრით განირჩევა. ხოლო ეკლესიის საჭეთ მყრობლის მიტრას ემატება გვირგვინი, რაც ვნებული მაცხოვრის ეკლესიის გვირგვინის სამსახველია. ჩვენამდე მოღწეულია ქართველ ოსტატთა მიერ შექმნილი მიტრების კოლექციაც, რომელსაც რამდენიმე წლის წინ საეკლესიო ნაქარგობის სხვა ნიმუშებთან ერთად ჩაუტარდა რესტავრაცია. ეპისკოპოსის თავსაბურავს წარმოადგენს კუნკულბარტყულიც. ის მონაზნის კუნკულბარტყულის მსგავსია. მასზე მიმაგრებული საფარველი სამი დაბოლოებით მხრებზე და ზურგზეა დაშვებული. იგი სიმბოლურად ყოვლადწმინდა სამების მადლის საფარველის განსახიერებას წარმოადგენს. პატრიარქის კუნკულბარტყული ქერუბიმთა გამოსახულებით არის შემკობილი. უმაღლესი საუმდელმთავრო მსახურების სიმბოლოს განასახიერებს კვერთხი. არსებობს სადღესასწაულო, ღვთისმსახურებისთვის განკუთვნილი მდიდრულად შემკობილი, ჯვრით განსრულებული და შედარებით უბრალო, არასაღთვისმსახურო კვერთხი. წმინდა სვიმეონ თესალონიკელის განმარტებით, კვერთხი, რომელიც მღვდელმთავარს უყრია, სულიწმინდის ხელმწიფების გამომხატველია. ამასთანავე იგი კაცთა დამწყსვის, წინამძღოლობისა და ღვთისგან შორს მყოფთა კვლავ უფალთან დაბრუნების ძალმოსილების აღნიშნელია. ამიტომაც აქვს კვერთხს ღუზების მსგავსი სახეურები. მათ შორის მაცხოვრის ჯვარი კი ძლევის სიმბოლოა. მაცხოვარი ჩვენ იესო ქრისტე ბრძანებს, იყავით გონიერნი როგორც გველნი და უმანკონი როგორც მტრედნი. სიმბოლურად მღვდელმთავრის ორგვარი ღირსების, სიბრძნისა და სიწმინდის განსახიერებას წარმოადგენს ერთმანეთისკენ თავდახრილი ორი გველისთავიანი სახელურით განსრულებული კვერთხი, რომელთა შორის მოქცეულია ჯვარი როგორც ძლევის სიმბოლო. ღვთისმსახურებისას ეპისკოპოსს ფეხქვეშ მრგვალი ფორმის პატარა ხალიჩას უგებენ არწიბის გამოსახულებით, რომელიც ქალაქს ზემოდან დაჰყურებს. ამ შემთხვევაში არწივი მღვდელმთავარს განასახიერებს, რომელიც თავის სამწყსოს საუმდელმთავროს მართავს და სრუნავს მასზე.